ვიფიქროთ ხოლმე ყოველთვის რეზერვაციით. იატაკის გათბობის კონტურები, ხო? შემრევით, რა ვიცი, სადუნა იყოს, არავინ არ იცის, ხო? ესე როცა არის შესრულები უკვე ისტორია შებრაგული და ამასობაში ახაც უნდა გამოვიკვლიოთ რა ხდება, ანუ ეს სადაა დაერთებული. ან აქ ამასობაში ეგრეთ წოდებული ხო უკუსლა ეს არის სისტემის ეგრეთ წოდებული პროსტორად ეს არის მიწოდება ხო ფერებში არ მხოლოდ არაფერი ეს ეგრეთ წოდებული აბრატკა ხო უკუსლა ამასობაში ეს მიწოდება კიდე მეორე სართულზე მიდის გამიჯნული არაა და ეს საერთოდ ყოველთვის არის ხარვეზიანობა რაც არის ხო დო რო იტყვიან კაი აფეს შეჭრილებში დო და შემდეგ ხო აჰა მარლეზონის მოგესალმებით დაწყებული პროექტი მარლეზონის თეატრის მეორე დღე ეგეთი ამინშვენიერი აქედან მეგონი 60 არის ქვემოთ არცონა ჩადიოდი იქ ქვემოთ ასაგიჟეთში ხარაკირი სამწუხაროდ ასია ხარაკირი და ეხა შინითაც ვიხილავთ რა არ უნდა გავაკეთოთ მუშა პროცესი. აბა, მივესალმოთ ოსო. ჩიკ-ჩიკ, ოპანა, ინსტაგრამზე გავუში. ვარსკვლავი უნდა გაგხადო. ესე მიმდინარეობს, ვასოს რეზიდენცია აქვს, აგე? არა, ის არ გვიშვებს აქ. აწყობს და არის თამაშობ ასე, ხო? რა არის ეგა? აუხსენება საზოგადოებას. რა არის ამავე? ფილამუშია? ბიჭო, რაღაც ახალი ტიპის ფილამუში. მეც არ გამიკვირდა დავით. ეს წვალეფერის კუჩხები ვარი თურმე რა ყოფილა. დათოს არ ეთაკილება აი ამბები, ხო? აი ესეთი, ხო? და ყველაზე მთავარი მიმშვიდავით მე მასშენოთ ეგეც აჰა საკობიშიც შემოყვინეთ მაგრამ მიმშვიდავთუში აი ეს არ ვიცი რაზე უნდა ფიქრობდეს მე მონტაჟე ეს ბჭყალებში ხო არა ვიზია მაი ამბავე შენ მეწმულე ბეტონი ხო იცი ბეტონის ხარხანაში ვაკანტური არის 8 მილი უბრალოდ 10 მილი 5 კონტური არის იატაკის გათბობის აი ესენი ხო ეს პუჩოკი რომ გავუშვა მეორე სართულზე აი აქედან თითოეულ კონტურში გააკეთებინო ეგრეთ წოდებული ხო არის ეგრეთ წოდებული პროპკა ხო სადაც იქნება ეგრეთ წოდებული ზასტოი გაჩერდება ხო ის ნიშნავს იმას რომ ზემოდან ჰაერქ მოტაღა ჩამოვა გაჩერდება ზემოდან წერტილზე და კონტურის გაჩერდება ამასობაში ხა კიდევ ვცდილობთ არსებული სიტუაციიდან მაქსიმალურად ანუ შემოტრიალდება კოლექტორები და ზემოთ ანუ აი ესე არსებული კიდე იმის ტვინის არ გვაქვს ამასობაში რომ წარმოდგენას ქონდეს ხო მილების ზემოდან ჩამოდის და შემოვატრიალოთ კოლექტორები და პირდაპირ დაემთხვა კოლექტორები გინდა ამოტიალებული იყოს გინდა გადმოტიალებული გინდა გვერდზე იყოს მაინც იმუშავოს მის დანიშნულება ერთია წყალი გაატაროს და ხარზონებზე გვიჩვენოს უბრალოდ ხარჯი. ნუ ეს ნუ 5 კონტური ახლა იმაზე უნდა ვიწვალოთ, უნდა გაიყოს, იმიტომ რომ 15 ამას უნდა ეცადოთ, რომ გაყოს შუაზე, ხო? 15 კონტური. 15 კონტურში შეგვიძლია გავყოთ 7 პლუს 8, ხო? არ უნდა იყოს ერთ ეგრეთ წოდებული კოლექტორზე გაერთიანებული, და გვექნება უკვე დეფიციტში. მithumet როცა არ ვიცით, რომ რამდენი მეტრაჟობის კონტური არის ჩახვეული თითოეულში. საშუალოთაც ვივარაუდოთ 60, 70, 50 მეტრს უკვე გადამეტებული არის 15 კონტური. ამიტომ უნდა გაიყოს შუაზე, როცა გვაქვს საშუალება, ვინაიდან გვაქვს 40 კილოვატიანი ქვაბი. მისი რესურსი აღემატება ამას 10 ჯერ. ამიტომ ესეც უნდა გამოვიყენოთ. აი გადაკეთება ხო ახლა დავიწყეთ და ორი ყოველთვის მტკივნეული ხო სიტუაციებიდან უნდა დავახციოთ თავი. გამოსავალი არა შედეგი უნდა მივიღოთ ხო? ბოილერი ამასობაში ერთ კონტურიანი ქვაბი გვაქვს, ხელისწყლის მომზადება, პრიორიტეტული რა თქმა უნდა, დაცვის გარეშე როგორც ხო აგებიჭდა იქ რაღაცა YouTube-ზე ვერაფერი ვერ გავიგებო და თუ ვერ გაიგებთ ხო იმას რასაც მიხსნი, უნდა დაანებოთ თავი. ვინაიდან გაუგებარი არაფერი არა. შედეგი უნდა მივიღოთ. შედეგი არის ერთი. თუ გაქვს ერთ კონტურიანი ქვაბი ესე იგი პირდაპირ მიმართულება არის ხელისწყლის მომზადება და იატაკის გათბობა ესე იგი მეორე კონტური. არის იატაკის გათბობა, რადიატორების გვაქვს, კომბინირებული სისტემა არის, რადიატორები იატაკის გათბობაც. აი როგორ გაიყობა ხო ეგრეთ წოდებული უკვე ჰიდრავლიკაში თუ რა ვარ ჩახედულები ამას რომ დავანებოთ ბეჯური მithქვია დაანებით საკვებების თავი მემონტაჟების გეხებათ შემოიყვანეთ მილები და თავი დაიზღვიოთ და გადაარჩეთ ამასობაში და ბიუჯეტს დაზოგავთ დამკვეთებისას ნუ გაკავთ ხარჯებში აი ამას ქვია ხარჯი ხო რაშიც უკვე ადამიანი იხდის უკვე 10 ჯერ მეც ვიხილავთ როგორც ყოველთვის საბოლოო ჟამს დასრულებული სახითაც მარლეზონის თეატრის მესამე დღე ხო ნუ სამაგემუკი როგორც ყოველთვის ივსება მაგრამ აი როცა ვიზახი აი ნახეთ ხო აი თვითონაც მიხვდებით ეს არის წყალმარაგებაში გამოყენებადი მილი ეგრეთ წოდებული მინა ბოჭკო არ აქვს მნიშვნელობა ხა კონკრეტულ შემთხვევაში რა ბრენდია მოგვიდებით ხო არის სუბთა მაგრამ როცა გამოვიყენებთ გათბობის სისტემაში აი ესეთი სახით არის ერთი წლის სისტემა არის ხოთა შორის წარმოიდგინეთ ერთი წლის სისტემა და უკვე სავსე შლამით ნებისმიერ ამას შეხედეთ ხო ერთი წლის
ეხლა წარმოიდგინეთ 4 წელიწადში რა იქნება ამას შევხედოთ ხო აგერ ნებისმიერი ხო ამიტომ როცა ვიზახი გაჩვენეთ მე კიდე მრავალჯერ მიჩვენებია ეგრეთ წოდებული არმირებით ალუმინის შრით ეს ნიშნავს იმას რომ ჟანგბადმა არ უნდა შეაღწიოს წამომარაგებაში ჟანგბადი ყოველთვის არის აი მაგიტომაც არის ეს სუფთა მილი მაგრამ მიქცევაც არ უნდა იყოს ჟანგბადი აი პატივცემულება დღეს უკვე დასრულებული სტატუსის გვექნება და სამწუხაროდ როგორც ყოველთვის რეალობა ასეთი არის დასრულების სახით და საკვების ვიხილავთ როგორც ყოველთვის გვიანი საღამოა როგორც ყოველთვის სამუშაო პროცესებში დასრულებულია არსებული გამოწვევა კიდე ხო ესე ეს სამყარო კი არის ხო აგვიდებით ხო პატარა საკვებაში ამასობაში ეცადეთ ხოლმე რომ საკვები იყოს ყოველთვის გამიჯნული არ გვინდა არც სარესხი მანქანები არც საშუალების საკვებაში იმიტომ რომ აგვიდებით ხო სარესხი მანქანა საშუალო ბოილერი წარმოიდგინეთ კიდე რომ გავართვით თავი ხო სისტემური საფართოებელი დაემატა ბოილერის საერთოდ არ ქონა ხო პირდაპირ სახზე მიდიოდა იქ რასაც ქვია კანალიზაცია რატომაც რაღაც თუ გეღო ხონა გადავყაროთ სიმე არაფერ მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის როგორც ვიზახი და კიდე მრავალჯერ გავიმეორებ და ორი ქვაბი იყოს და სიმძლავრე ქონდეს 40 კილოვატიანი არსებული ფართობის სხვადასხვა გადამეტებულია სისტემა ეს მიმართულება შეიძლება ითქვას რომ პირველი არის შეიძლება კი არა თამაშ შემიძლია თქვა რომ პირველი არის სადაც როცა ხელის მომზადებაზე პატივცემული ქვაბი გადავა ხო ხელის მომზადება ქვია აი ეს წოდებული ენტესი დაჩქის ხო ახმის ტემპერატურის ახმის შესაბამისად ქვაბი გადაითვალა ხელის მომზადებაზე გათხოვის სისტემა არ გაგვეთიშება ამასობაში გვაქვს კომბინირებული სისტემა იატაკის გათხოვა პლუს რადიატორები ამას ქვია კომბინირებული ნუ შესაბამისად უკვე ხო სტატუსი იმისა რომ უნდა გავითვალისწინოთ ვინაიდან გვაქვს ხისტის წყალი ესე იგი უმთავრესი უპირველეს ყოვლისა არის ფილტრაცია მიკრონული იქ მითომ რიცხვზე ისევ გვიყენია ქსელურ წყალში უხეში ეგეწოდებული აქ ფილტრი ამასობაში აქ გვაქვს მიკრონული ფილტრი შემდეგ რედუქცია ხო ჭაოლე შეიძლება ქსელში იყოს 6-7 ბეჯორ მithქვია კიდევ ერთი გამეორებ არ მეზარება ამის გამეორება იქ გვიქნება ყოველთვის სტანდარტული 3 ეგეწოდებული დამარბილებელი კი ბატონო ვინაიდან გვაქვს სიხისტე ამ შესაბამისად ერთგვაროვანი ქვაბი გვაქვს კიდევ ჯერ ვიზახი და ბოილერი ამასობაში აი არ ვიცი ხო წარმოიდგინე იმისა რომ ხო წარმოიდგინეთ აი ეს სიტუაციებში გავართოთ თავი და აი ეს მონაკვეთები ხო ნაჩვენები მქონა ზემოდან ჩამოსული კოლექტორები ამასაც რო გავართვით თავი და აი იქიდან ჩამოდის ხო კედლიდან წარმოიდგინეთ კედლიდან ჩამოდის ქვემოთ და კოლექტორები იატაკის გათხოვისა რომელშიც გაკეთებული იყო ეგეწოდებული ხო აი ეს ხო ეგეწოდებული უტკა რასაც ქვია ხო რა ვიცი რა ზონა ვიფიქროთ მემონტაჟერებმა ხო მემონტაჟი თუ ქვია საკუთარ თავს ამის უფლება ხო ამასობაში არც უნდა მისიჯერ ესეთი და ამასობაში კიდე სწავლა და კიდე ეჯერ სწავლა ხო ეს მე მგონი უპირველეს ყოვლისა იქ კომუნიზმში კიდე ხო ლენინმა თქვა რადიატორები ხო პირველ სართულზე გვაქვს 2 ხო რადიატორი 1 და ეგეწოდებული საშრობი იატაკის გათხოვა 15 კონტური ამასობაში გვაქვს ესე იგი სამსვიანი ეგეწოდებული შერევა აი ჯერჯერობით აქ აისახება ეგეწოდებული თერმოსტატიკური თავაკი მუშა რეჟიმზე დღეს ჩაერთვა ეს რაღაც 9 საათი ჩაერთვა და ამასობაში ცხელი წყალი გვაქვს მომზადებული უკვე და გათხოვის კონტურების იატაკის გათხოვის კონტურების ამასობაში ვაკვირდებით ხო ეგეწოდებული ხარჯმზომები ჩვენს ენაზე ამასობაში ჩვენს ენაზე ამას ქვია რატა მეტრები რაც გვიჩვენებს იმას რომ იატაკის გათხოვის თითოეული კონტური როგორც პირველი სართულისა აი ისევე მეორე სართულისა ვაკვირდებით ხო რა პირობებში მოგვიწია აქ ხო ამასობაში გავართვით თავი ნებისმიერი გამოწვევას ხო უმკრავდებით თავარია მონდომება ხო ვაკვირდებით ხო ყველგან ხარჯი გვაქვს ამასობაში არა 8 არა 10 არა 12 მეტრიანი ხო ნაპორეს ხო ამასობაში ვაყენებთ ხოლმე ტანკებს აგერ ბატონო ხო პატარა მინიატიურული მშვენიერი იტალიელი პედროვა ხო რატომაც არა 6 მეტრიანი 25-6-ზე რატომაც არა მშვენიერი ხო მინაიდან 15 არა კიდე რო დავამატოთ ერთი 10 კონტური იმის საშუალებას გააჩნია პრინციპში რომ ის ყველა კონტურში ხარჯი მოგცეს მინაიდან ხარჯი უნდა ვიცოდეთ ხარჯი რაც სჭირდება იატაკის გათხოვას ის შესაბამისად უკვე გვაძლევს ეგეწოდებულ ტემპერატურულ ნაპორს და მე აქედან ვიღებთ უკვე კომფორტს აი ეს არის ხო აი ეს არის გამიჯნული და კიდე კაი ამის საშუალება გვეძლევა და ვინაიდან აი არსებული საცირკულაციო თუ მობილად მეორად ისე გვაქვს ეს როგორც ყოველს ჩვევია ჩვენ იმიტომ რომ ჰიდრავლიკური გაყოფა აუცილებელია ვინაიდან გვაქვს კომბინირებული რადიატორები პლუს იატაკის გათბობა და პლუს ბოილერი არ გვაიცნობა ერთკონტურიანი ქვაბი და კიდე ერთი მეორე ისე რომ ცხელიწის მოზოდების შესაბამისად გათბობის კონტური არ ეთიშება რადიატორები არ ცირდება თქვენ ენაზე ამასობაში გვაქვს აი ეს პატივცემული გვაქვს მეორე სართული მესამე სართული რადიატორები და პირველი სართული 1
ტერასოზე. ამასობაში 8 რადიატორი გვაქვს მეორე სართულზე, 2 რადიატორი გვაქვს მესამე სართულზე, 2 რადიატორი ქვემოთ. ეს გამოვიდა 12 რადიატორი, ხო, რო გეშენიათ ხოლმე. გამოთვლები როცა ვიცით ადამიანებმა. მემონტაჟეებს გეხებათ ეს ამასობაში არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა ვიცოდეთ რომ ამას კიდე რესურსი აქვს. ამასობაში კიდე ერთი ამდენი ზამატების. წარმოიდგინეთ 6 მეტრიანის ეს ფიქსია რა, ეს რეალობა არის. რა ვიცი, ხა თავის შეკება თავი რო დავანებოთ ამას პრინციპში უკვე აზრი არ აქვს, ვინაიდან ხო, როგორც ყოველთვის კლასიკური ეგეცოდებული მაგნიტური ფილტრაცია, სტაბილიზაცია, დენის ვინაიდან ვაკვირდებით ხო, დენის ვალებადობა აქაც არა სახარბირო, ვინაიდან დატვირთვის გარეშე 225 შემოსვლა არის, წარმოიდგინეთ ხო, ამიტომ სტაბილიზატორი. დავიცოთ ქვა B, სიმე იქნება ეს, ვაილანტი იქნება თუ სვანური ფეჩი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს. უნდა დავიცვათ. ყოველთვის მოსახურების დონეზე ამასობაში სისტემურ შესებას, ესეც ჩვენი კლასიკური მიმართულება არის, უთხოვთ ხო, ამასობაში ვინაიდან ეს უნდა იყოს ოფცია და აი ესეთი პირობები და არა ეს ხო, ვიცით ხოლმე, მიდით მოუშვით და შეასწრა არა პატრიცემულები, ეს უნდა იყოს მოვლენა. ამიტომ ეს მოვლენა ჯერ ესეთი უნდა დავადგინოთ, რატომ? ამასობაში ხელი გვექცევა ხოლმე, ხო, უმეტეს შემთხვევაში პრინციპში ამასობაში მე ვიღებთ ისედაც წამიწურ სისტემას, კიდე უფრო ვამატებთ წამიწურს, ვინაიდან თითოეული პორცია წყლის შევსება სისტემაში, ეს არის ჭურჭლის შეშვება სისტემაზე, ვინაიდან ისედაც ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ეგეცოდებული არმირებით მილები და ვიხილეთ ხო იქ პირველ ეგეცოდებული ჩანართებში, რა სახით ხო, ამასობაში ბინა ბოჭკო კიდევ ვიზახი არავითარ შემთხვევაში გათხოვის სისტემებში, გამოიყენეთ წყალმარაგებაში, გათხოვაში არა, no და აქ წერტილი. ხო, სხვანაირად რა ვიცი, უნდა ვიყიროთ? სისტემური ხო, ეს ეგეცოდებული სისტემური და ამასობაში აგერ მითითებული 1.7, ვინაიდან სისტემაში გვაქვს 1.2. ამასობაში ეს წყალმომარაგებაში უბრალოდ ხო, წყლის მოზადებაში და ამასობაში კიდე ძალიან ბევრი იძახის ხოლმე რაღაცა ვითომ ხო, ფიქცია ხო, ცივზე უნდა დავაყენოთ. არა აქვს ამას მნიშვნელობა პატრიცემულებო. ნუ ფიქრობთ ამაზე, ვინაიდან დაშვება უნდა ვიცოდეთ არსებული საფართოებლის. ამიტომ ხელს დავაყენებთ თუ ცივზე, მისი დანიშნულება უნდა ვიცოდეთ, უნდა იყოს შემცველობა რეზინის ეგეცოდებული EPDM, ეს ნიშნავს იმას, რომ სანიტარული თვალსაზრისით არის დაშვებული, ნორმირებული. უბრალოდ ნორმირებით არის დაშვებული წყალმომარაგებაში და ის უძლებს მაღალ ტემპერატურას, 90 გრადუსს ბოილერში არ იქნება, ვერ იქნება, ვინაიდან აქ მაქსიმალური ტემპერატურა გვაქვს 50-60 გრადუსი. მომსახურება, ვინაიდან ვაკვირდებით ხო, ამასობაში კარგია ხო, კლასიკურად კიდე, ვინაიდან არ ვიცით ხო, კიდე საი ვეცადეთ, ვინაიდან არ ვიცი აქ მილები გადის არ გადის და ამასობაში ის იატაკის გათხოვის მილები, რატომ არ გახვიდეთ ხო, ამასობაში ცადეთ, გავედით, იქ არის სიცარიელი, ესე იგი დავანებეთ თავი, რატომაც არა, უნდა დავიზგოთ თავი და აგერ რაციონალური გადაწყვეტილება ბოილერის თავზე, ვინაიდან დაჰარებული იქნება, მთლიანად იქნება ეს პატრიცემული ხო, პატრიცემული ცხელწყლის ბოილერი შევსებული, ამასობაში მოსახურების სტატუსით იკეთება უნკანი, ხსნით აი პატრიცემულ უნკანს, გამოდენეთ, გაკეთეთ და ამასობაში ჰაერი არ გვაიწყდება ხო, სისტემური გვაქვს, ჭავლი, ფიქსირებული, იქ გვაქვს ხო, ზუსტად 3.1, 3.2 ხო, ამასობაში გვექნება 3 ბარი, დაშვებული არის, მიმართულება იმისა, რომ აი მასის ვაკვირდებით ხო, მიმართულება იმისა, რომ მოცულობის შესაბამისად უნდა შეუთავსოთ, ხო, გაფართოების კოეფიციენტი უნდა ვიცოდეთ, რა ტემპერატურაზე ვაცხელებთ ბოილერს და ეს არის ხო, 2-4, რა ვიცი, იგივენაირად ხო, სისტემურ საფართოებებზე მომსახურების სტატუსი არის აუცილებელი. ვკეთავთ, ხსნით, ვდენით ხო, უნდა გამტვირთოთ და შემდეგ უნდა მომსახუროთ ამ პატრიცემულს. ასე კი საფართოებელი, ვაკვირდებით ხო, აი. ველაპარაკება ეს ხო, იმიტომ რომ ძალიან სავსე არ უნდა იყოს, აი. იგივენაირად ეს რა ვიცი, გამომჩა კიდე რამე, მეგონი არაფერი. დეტექტორი კი ბატონო დაკეტილია, ამასობაში ეგეცოდებული ხო, ვინუჯდენი, ვინაიდან პრინციპში გვაქვს უკვე ეგეცოდებული ცხაური, ფიზიკური ხო, გლეხური, თუნდაც რა ვიცი, თქვენაც რაც თქვენ ეტის და ვთქვათ, ვინაიდან ბუნებრივი ვენტილაცია მაინც აუცილებელია, მაგრამ დეტექტორი მაინც რომელიც კეთავს გაის მიწოდების კლაპანს. რა ვიცი, თუ რამე გამომჩა კიდე, თუ რაღაცა პრინციპში შენიშვნების გიხდებათ, რატომაც რაღაც შენიშვნებს, ჯასახ შენიშვნებს ყოველთვის მივიღებ, მაგრამ აი, კიდე ვეჯერ და კიდე მრავალჯერ ხო, მემონტაჟეებს გეხებათ, ხო? ის რაც იყო, ისაც არის. ამასობაში სისტემა, როცა ეს წკაფით იშვებს და ამასობაში ეს საამისო პრინციპში კი ბატონო, უკვე ადამიანი იღებ უკვე სიამოვნებას, ეს საამისო ღირის, ნერწმუნით ღირის ნამდვილად, ვინაიდან უკვე ერთადერთი რაც აქვს, ხო კი ბატონო, უკვე მემონტაჟი რა ქვია, პატრიცემულო გამკვეთებო. ეს უკვე თქვენ გიხდებათ, ვინაიდან საკვები უნდა იყოს რეზიდენცია. პრეზიდენტის რეზიდენცია იგივე არის, ვინაიდან პრინციპში აქედან იღებთ თქვენ უკვე იმას, რასაც ქვია უკვე კომფორტი. სითბო არის თქვენი პარტიის კომფორტი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებებს. ნუ ეძებთ სანთლით, ამ იმას გამოუღეთ უკვე პროექტის მშენებლობის პროცესში, ვინაიდან ის უნდა იყოს უკვე დამტკიცებული. საკვები უნდა იყოს და წერტილი. მოჩა და გათავდა და როგორც ყოველთვის, რა ვიცი, ამ კიმრია დადებით ნოტაზე, რასაც ქვია უკვე სისტემის გაშვება, გამოსწორება, გაჯანსაღება და უსვით წერტილი.